გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის სამეფო არხი და გადაცემა კითხვები მოძღვარს. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის დიდი მარხვა. მოგეხსენება, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში. და ამიტომ მცირე გადაცემა თქვენ ჩვენ მივუძღვნათ აი ამ დღეებს რომლებშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და რომლების შინაარსიც და დანიშნულება არის ზუსტად ის რომ ჩვენ შინაგან სულიერად ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ იმისთვის რომ შევიდეთ დიდ მარხვაში. ჩვენ ჩავწერთ ასე ვთქვათ დიდ მარხვასთან დაკავშირებით რამოდენიმე გადაცემას, რომლის დროსაც ჩვენ ვისაუბრეთ ცალკე წინა მოსამზადებელ პერიოდზე, შემდეგ უშუალოდ მარხვის ხანგრძლივობის დროს ჩვენ რა განწყობა უნდა გქონდეს და როგორ უნდა შინაგანად ვიყოთ მარხვის დროს და რას გულისხმობს მარხვა და ცალკე ჩვენ გადაცემა გვექნება, რომელიც იქნება მიძღვნილი ცალკე ვნების შვიდეულისთვის, იმიტომ რომ ვნების შვიდეული მე როგორც თქვენ ნახავთ არის სულ სხვა უფრო სიღრმისეული შინაარსისა და მას უნდა დავუთმოთ რა თქმა უნდა ცალკე გადაცემა და ცალკე უნდა შევხედოთ რა როგორ უნდა მივიღოთ ეს კვირა. მანამდე კიდე ვისაუბროთ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდზე, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, ზოგადად ეს დიდი მარხვა, ანუ ქრისტეს აღდგომის წინამარხვა არის ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მარხვა. ეს არსებობდა ჯერ კიდე მოციქულთა დროიდან და მოციქულების მიერ არის დაარსებული. და შესაბამისად, როგორც ჯულის კანონში ჩვენ ვკითხულობთ, არის პირდაპირ მითითება იმის თაობაზე, რომ ადამიანი ქრისტიანი, რომელიც არიცავს აი ამ დიდ მარხვას, აღდგომის წინამარხვას, საერთოდ უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ ესმის ამ მარხვის შინაარსი, შესაბამისად არ მარხულობს, ანუ ასეთ სულიერ რელიგიურ დაუდევრობას იჩენს, საერთოდ ამ ადამიანის ადგილი არც არის ეკლესიაში, ვერაცნობიერებს არც ბუნებრივია, არც აღდგომის შინაარსს და საერთოდ ასეთი ადამიანის ადგილი არ არის მრევლში, ზოგადად ეკლესიაში და ლიტურგიკულ ცხოვრებაში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება იყო ქრისტიანი რაღაცა მცირე მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ ისეთ საკითხში, როგორიც არის ქრისტეს აღდგომა, ქრისტეს აღდგომის მიღება და შესაბამისად მომზადება მარხვის საშუალებით, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება, რა თქმა უნდა, თითოეული ქრისტიანის და დაუდევრობა ამ საკითხში არის აბსოლუტურად დაუშვებელი. და ამიტომ ეკლესიამ დაადგინა არა მარტო მარხვის წესი, რა ხანგრძლივობით ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, არამედ დაადგინა ის პერიოდი, რამოდენიმე კვირიანი პერიოდი, რომლის დროსაც ჩვენ უნდა ზუსტად რომ ვემზადებოდეთ ამ მარხვისთვის და უნდა სწორედ გავაცნობიეროთ ამ მარხვის შინაარსი და დანიშნულება. პირველი ნაბიჯი, პირველი მოსამზადებელი პერიოდი ამ დიდი მარხვისთვის, ეს არის ეგრეთ წოდებული ზაქე მეზვერის კვირა. რატომღაც სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში, როდესაც მარხვის წინა პერიოდზე ლაპარაკობენ ხოლმე, იწყებენ ლაპარაკს მეზვერე და ფარისევლის კვირით და ვივიწყებთ ხოლმე ზაქე მეზვერის კვირას, არადა რეალურად პირველი ასე ვთქვათ საკითხავი, სახარიბისეული საკითხავი, რომელიც იკითხება კვირა დღეს, ერთ-ერთ კვირა დღეს, დიდი მარხვის დაწყების წინ, ეს არის ზუსტად სახარების ის მონაკვეთი, სადაც არის მოთხრობილი რეალური ისტორია, მაცხოვარი იესო ქრისტეს ცხოვრებიდან, ნათქვამია რომ ის დადიოდა თავის მოწაფეებთან ერთად გადიოდა ქალაქ იერიქონში
და ამ იერიქონში იყო ერთ-ერთი მეზვერე ადამიანი მეზვერეთა მთავარი იყო სახელად ზაქე და გაიგო რა რომ ამ ქალაქში გავლით იყო მაცხოვარი იესო ქრისტე, მიატოვა ყველა საქმე, მას გაგონილი უკვე ქონდა მანამდე იესო ქრისტეს შესახებ, მისი ქადაგების შესახებ და როგორც ჩანს სახარებიდან ქონდა ძალიან დიდი ინტერესი რომ ენახა, რომ გაეცნო, შორიდან მაინც დაენახა ვინ არის, რას წარმოადგენს და ასე შემდეგ. და ნათქვამია რომ ყველაფერი მიატოვა თავისი საქმე, თავისი საბაჟო და გაიქცა იმ გზაზე, სადაც იცოდა რომ მიდიოდა თავის მოწაფეებთან ერთად მაცხოვარი იესო ქრისტე. ასევე ნათქვამია რომ იქ ხალხის სიმრავლე იყო და თვითონ სიმაღლით იყო დაბალი და ამიტომ ამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ ახერხებდა ქრისტეს დანახვას და ამიტომ ის გაიქცა სადღაცა წინ, სადაც დაინახა რა გზისპირას იყო ლეღვის ხე და აძრა იმ ხეზე და რომ თქვათ იმ სიმაღლიდან უკვე გადმოეხედა და დაენახა მაცხოვარი იესო ქრისტე. და მაცხოვარმა რა თქმა უნდა როგორც ღმერთ კაცმა იცოდა მთელი ეს ამბავი ზაქე მეზვერისა, რომ მიუახლოვდა იმ ლეღვის ხეს, შეხედა ზაქეს და უთხრა რომ ზაქე ჩამოდიო ამ ხიდან დღეს მე უნდა შენთან სახლში ოჯახში უნდა მივიდეო და სიხარულით ნათქვამია ზაქე გადმოვიდა ამ ხიდან, მიიპატიჟა მაცხოვარი იესო ქრისტე თავის ოჯახში, სიხარულით გაუმასპინძლდა და კულმინაცია თქვათ აი ამ შეხვედრის იყო ის რომ ზაქე ეუბნება მაცხოვარს რომ აი მე ზოგი ჩემი თქვათ რაც ჩემი ქონება არის და იქვე სახარებაში არის ნათქვამი რომ ზაქე იყო ძალიან მდიდარი ადამიანი, ხო და ამბობს ეს ადამიანი რომ ჩემი ქონების ნახევარსო ხო მე აი გაჭირვებულ ადამიანებს ღარიბ ადამიანებს დავირიგებო და მე თუ ვინმეს უსამართლოდ მოვეკეცია რაღაცა ზედმეტი თანხა წავართმი როდესმე იმ ადამიანებს 4 მაგათ ავუნაზღაურებო. და ამ სიტყვების შემდეგ უკვე მაცხოვარი ეუბნება ზაქეს რომ დღეს იქნა ცხოვრებაო ამ სახლისა. ცხოვრებაში იგულისხმება ანუ კურთხევა, მადლის შემოსვლა ამ ოჯახში მთოს სახლში, ძველი ქართული ენით სახლში იგულისხმება ოჯახი, ანუ ზაქე მეზვერის მეშვეობით, მისი აი ასეთი დიდი რწმენის მეშვეობით და გამოვლენილი სიყვარულის წყალობით უკვე იკურთხა მთელი მისი ოჯახი და მაცხოვარი იესო ქრისტე ლოცავს ზაქეს და მთელ მის ოჯახს. და აი ამ ამბის ამ მოთხრობით იწყებს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვისთვის მომზადებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიხსენებთ რა აი ამ ზაქე მეზვერის ისტორიას ამბობს, ხო? ჩვენ რაღაცა უნდა ვისწავლოთ ჩვენთვის, ანუ რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის ადამიანებისთვის, რა უნდა ვისწავლოთ. კერძოდ რა არის ვინ იყო ზაქე? ზაქე წეხან როგორც თქვით, იყო მეზვერე, ანუ მებაჟე, თანამედროვე ენით რომ ვილაპარაკოთ, იყო ძალიან მდიდარი ადამიანი და როგორც წმინდა წერილიდან ჩვენ ვიგებთ, პალესტინაში, ისრაელში მეზვერეები ყველაზე კორუმპირებული ადამიანები იყვნენ, ისინი თქვათ ამ ბაჟს და ხარკს რო კრებდნენ ხოლმე ადამიანებისგან, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტ თანხას ღებულობდნენ, ვიდრე თქვათ ის სავალდებულო იყო და ეს თქვათ ეს თანხები, ზედმეტი აღებული თანხები მიდიოდა მათ ჯიბეში და აი ასე თქვათ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ისინი მდიდრდებოდნენ. ანუ მეზვერე თვითონ ეს ტერმინი, ეს სიტყვა ებრაელებში სალანძღავს სიტყვად გამოიყენებოდა ადამიანისთვის, როდესაც უნდათ ყველაზე მძიმე, ასე თქვათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ეუბნებოდნენ და შენ ხარ აი მეზვერე, ანუ ყველაზე საზიზღარი ადამიანი. ანუ გარდა იმისა, რომ ეს მეზვერეები, თქვათ, ფულს გაჭირვებულ ხალხს ზედმეტ ფულს ართმევდნენ, გარდა იმისა, რომ აი გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ისინი მდიდრდებოდნენ, ამავდროულად ისინი იყვნენ
დამპყრობელი რომაელები სამსახურში იყვნენ, ასე თქვა, საჯარო მოხელები იყვნენ იმ სახელმწიფოსი, ამ შემთხვევაში რომის იმპერიისა, რომლებიც ებრაელებისთვის იყვნენ დამპყრობელები. შესაბამისად, ეს იყვნენ, თქვა, როგორც წესი, ადგილობრივი ებრაელები, მაგრამ რომლებიც თან იყვნენ დამპყრობელი რომაელების სამსახურში, ებრაელების საზიზღარი ადამიანების დამპყრობელების სამსახურში იყვნენ და თანაც როგორც ახლა თქვი ამ გაჭირებული ხალხის ხარჯზე თვითონ მდიდრდებოდნენ, ანუ დამპყრობელებისთვის, ასე თქვა, ფულს კრებდნენ, დამპყრობელების რომის იმპერიის ბიუჯეტში ფულს აგზავნიდნენ, თან ცალკე თავისთვის ზედმეტ ფულებს ინახავდნენ ხოლმე. და ამიტომ ეს მეზვერეები იყვნენ საზოგადოებაში ყველაზე ესეთი თქვათ საზიზღარი ხალხი და ყველაზე ცოდვილი და დაცემული ადამიანებად იყვნენ მიჩნეულები. და აი ასეთი ადამიანი იყო ეს ზაქე. თანაც ნათქვამია, თქვათ, ამ კორუმპირებულ ხალხში, საზიზღარ მეზვერე ხალხში ყველაზე მთავარი იყო, მეზვერეთა მთავარი იყო. ანუ ნიმუში იყო ისეთი ადამიანისა, როგორც არ უნდა ყოფილიყო წესიერი პატიოსანი, ებრაელი და მორწმუნე ადამიანი მით უმეტეს, ანუ იყო ნიმუში იმისა, ყველაზე საზიზღარი და ყველაზე ცოდვილი ადამიანის. მაგრამ რაც არის საინტერესო, რომ ეს ადამიანი არ რჩება აი ამ ცოდვილ და დაცემულ მდგომარეობაში, მას აქვს მოსმენილი რაღაცა მაცხოვარი იესო ქრისტეს ქადაგების შესახებ, მას აქვს როგორც ჩანს გაგონილი სინანულზე, რომლისკენაც მოუწოდებდა მაცხოვარი იესო ქრისტე, მას ჰქონდა გაგონილი მარადიულ ცხოვრებაზე და შენდობაზე და ამიტომ მასში იყო როგორც აი პატარა თქვათ ცეცხლის თქვათ სანთლის ალი, ხო, აი ეს რწმენა და სასწაულება, რომ იქნება და ცხოვრებაში ერთხელ ენახა მაინც მაცხოვარი და შეიძლება მოესმინა კიდევაც მისი ქადაგება. ანუ მაინც აი ამ დაცემულ ადამიანში, ზნეობრივად დაცემულ ადამიანში არსებობდა რწმენაც, არსებობდა სინანულიც და შესაბამისად უნდოდა მაცხოვარი იესო ქრისტეს ნახვა, რომ რაღაცა გაიგო, თავისი ყურითვე გაიგო რაღაცა სინანულის შესახებ, გამოსწორების შესახებ და ცხონების და მადლის მიღების შესახებ. და ამან აიძულა, რომ ზაქე ტოვებს თავის საბაჟოს იმ ადგილს, სადაც ჩადიოდა კიდევაც იმ ცოდვას, ანუ სადაც უდანაშაულო საწყალ ხალხს ართმევდა ფულს და სადაც ხდებოდა, ასე ვთქვათ, ხალხის ძარცვა, იმ ცოდვის ადგილს ტოვებს და ის მირბის, ანუ რაღაცას აკეთებს თვითონ თავისი მხრიდან, ღვაწლს იღებს ამ სირბილის სადღაცა გზაზე, სადაც მიდის მაცხოვარი იესო ქრისტე. საინტერესო აქ არის ის, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე მოდის იმ ქალაქში ახლოს, სადაც იცის, რომ იქ ზაქე მეზვერეა, სხვა ადამიანებიც არიან. ანუ მაცხოვარი იესო ქრისტე არ ქადაგებდა მხოლოდ სადღაცა ერთ-ერთ ადგილას, ვთქვათ, იერუსალიმში, სიტყვაზე ვთქვათ, ან მხოლოდ ბეთლემში, ან მხოლოდ ნაზარეთში, ან მხოლოდ კაპერნაუმში, სადაც მას ძირითადად ყოფნა უხდებოდა. არამედ ის დადიოდა მთელ პალესტინაში, მთელ ისრაელში და ცდილობდა, რომ ყველა ადამიანთან მისულიყო და ყველა ადამიანისთვის მიეტანა ჭეშმარიტი სიტყვა, ქადაგება. და შესაბამისად ის მიდის იერიქონში და აქ იერიქონში ყოფნა თვითონ ეს ქალაქი არის ძალიან სიმბოლური ქალაქია. კერძოდ ძველ აღთქმას რომ ვკითხულობთ ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ებრაელი ერი, ეგვიპტედან გამოსული ებრაელი ერი, როდესაც შედის აღთქმულ ქვეყანაში, პირველი ქალაქი, რომელიც მას ხვდება, მან ეს არის ზუსტად იერიქონი, რომელიც იყო ამავდროულად ერთ-ერთი უძლიერესი ციხე-სიმაგრე, დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი იყო, შესაბამისად იყო ძალიან გამაგრებული ქალაქი თავისი გალავანით და ასე ვთქვათ, ეს ქალაქი ემზადებოდა, რომ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა გაეწია ებრაელებისთვის, რომ ისინი არ შეეშვათ აღთქმულ ქვეყანაში. და ღვთის განგებით ღმერთი ეუბნება ებრაელებს, რომ თქვენ 3 დღის განმავლობაში უნდა იაროთ
ლოცვით ამ ქალაქის გალავნის გარშემო და შემდეგ უკვე მესამე დღეს საყვირეებში უნდა ჩაბეროთ და ასე სასწაულებრივად დაინგრევა კიდევაც ამ ქალაქის კედლები, რაც მოხდება კიდევაც და ღმერთი იმასაც ეუბნება, რომ თქვენ დაინახოთ, რომ თქვენ აღთქმულ ქვეყანაში შედიხართ არა თქვენი ძალით, არა თქვენი თქვათ უნარით, თქვათ თქვენი იარაღით და ძალით, არამედ ღმერთი არის თქვენს მხარეზე და ღმერთით ხდება, ასე თქვათ, აი ამ აღთქმული ქვეყნის მიღება. და იერიქონი ამ შემთხვევაში იყო ცნობილი როგორც ამავდროულად იყო წარმართი ქალაქი, რა წარმართების ქალაქი იყო, რა თქმა უნდა, რომელშიც ხდებოდა ხოლმე ტარდებოდა ყველანაირი წარმართული რელიგიური რიტუალი, რომელიც გულისხმობდა ძალიან ბევრ ცოდვას, წარმართი კერპებისადმი მსხვერპლ შეწირვას, ზნეობრივ აღვირახსნილობას და ასე შემდეგ. ანუ როგორც ცოდვის ბუდე, როგორც დაცემულობის, ზნეობრივი სულიერი დაცემულობის ბუდე და კერა, ასე იყო წარმოდგენილი ქალაქი იერიქონი. და ბრძანება იყო სხვათა შორის ღვთისგან ებრაელების მიმართ, რომ ეს ქალაქი როდესაც დაინგრეოდა და ეს ქალაქი უნდა მიწასთან გასწორებულიყო, ზუსტად რომ მიწასთან გასწორებული ცოდვის ყველანაირი კერა, წარმართობის ყველანაირი კერა და ცოდვის და ვნების და ასე შემდეგ და ეს ასეთი ასე უნდა დარჩენილიყო ეს ქალაქი. ანუ ხელახლა არ უნდა აეშენებინათ, რომ ისევ ცოდვის ნანგრევებზე, ასე თქვათ, ისევ ახალი ცოდვა რომ არ აღმოჩენილიყო. მაგრამ ებრაელებმა კი დაანგრიეს ეს ქალაქი, მაგრამ დაარღვიეს ის ცნება, რომ ხელახლა ააშენეს და ამიტომ უკვე ახალი აღთქმის წერილებში, ხო, ჩვენ ვხედავთ იერიქონი ქალაქი როგორც სიმბოლო ზუსტად აი ამ დაცემულობის, სულიერი ზნეობრივი დაცემულობის და ღმერთისაგან განდგომილების სიმბოლოდ არის წარმოჩენილი. და ამიტომ შემთხვევით არ არის, რომ ამ ზაქეს, ამ მეზვერე ზაქეს ვხედავთ აი ამ ქალაქში. ეს ცოდვილი ადამიანი არის ზუსტად იმ ქალაქში, რომელიც არის ცოდვის და დაცემულობის ბუდეა და ადამიანი მანდ არ რჩება, ის მირბის აკეთებს, ანუ იღებს ღვაწ მირბის მაცხოვრისკენ, ანუ მაცხოვარი ჯერ მასთან მოდის, შემდეგ თვითონ ზაქე მიდის მაცხოვარი იესო ქრისტენ, რომ შეეგებოს მას, მაგრამ ხალხის სიმრავლე არ უშვებს მას, რომ მიუახლოვდეს მაცხოვარს. სიმბოლურად, ალეგორიულად ხალხის ბრო, რომლების გამოც ზაქე ვერ ხედავს მაცხოვარს, ეს არის ზუსტად ეშმაკები, ანუ ის ჩვენი ვნებები და ცოდვები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიშლიან, როგორც ერთგვარ ბარიერს წარმოქმნიან ჩვენსა და ღმერთს შორის, ჩვენსა და მადლს შორის, რომ ჩვენ კი გვინდა ხშირ შემთხვევაში რომ დავინახოთ ღმერთი, მადლის სიწმინდე, მაგრამ ჩვენ აი ჩვენი ცოდვები და ჩვენი ვნებები ისევ გვიშლიან, რომ ჩვენ გავახილოთ ჩვენი სულიერი თვალი და მიუახლოვდეთ ღმერთს და აი ამ ჩვენი ვნებების და ამ მაცდური ეშმაკების სიმბოლო არის ის ბრბო, რომელიც ხელს უშლის ზაქეს, რომ მიუახლოვდეს მაცხოვარს. მაგრამ ზაქე იქაც არ ჩერდება, ხო, შეიძლება სხვა ადამიანს ეთქვა, რომ მე, აი ხო, ვცადე, მაგდენი ვირბინე, თქვა, იქ მივატოვე ჩემი საქმე სადღაცა საბაჟოში, ხო? ხო, მე მეტი რაღა გავაკეთო, ხო, ყველაფერი გავაკეთე, რომ ღმერთისკენ მისულ ვიყავი, მაგრამ აი მაინც რაღაცებმა ცხოვრებისეულმა რაღაცა პირობებმა ხელი შემიშალეს და ღმერთთან ვერ მივედი. ასე დღესაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები თავს ვიმართლებთ, როდესაც აი გვეზარება ხოლმე დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. ხშირად ჩვენ გვესმის, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მე ძალიან მინდა რომ ვიარო ეკლესიაში, ეკლესიური ცხოვრება დავიწყო, მინდა თქვათ მოვძებნო, ავიყვანო მოძღვართან ურთიერთობა დავიწყო, აღსარებების თქმა, მაგრამ აი ძალიან ბევრი რაღაცა ცხოვრებისეული პრობლემა გამაჩნია, რომლებიც ხელს მიშლიან და აი ეს ნაბიჯი ვერ გადამიდგავს, ხო? ხშირად გვესმის და აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, როდესაც თქვათ აი ზაქე რომ მივიდა თითქოს და ასე ახლოს
მაცხოვართან, ხო, უშუალოდ სადაც მაცხოვარი მიდიოდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ასევე ღმერთთან, იმიტომ რომ ტაძრები და მოძღვრები ორ ნაბიჯშივეა ყოველთვის ჩვენთან. აღარ არის უკვე ის დრო, როდესაც თქვათ ქრისტიანობა იდევნებოდა, როდესაც ტაძრები დახურული იყო და ტაძარი რომელიც ყოფილიყო ღია, მანდ მღვდელი არ მსახურობდა. საბედნიეროდ დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ დგას, მაგრამ ტაძრები ღია, მოძღვრები თავის მსახურებას ასრულებენ, მაგრამ ჩვენ თვითონ უკვე ადამიანებს ჩვენივე ვნებები და ის ცხოვრებისეული რაღაცა პრობლემები, კი ბატონო, რომლებიც ობიექტურია შემთხვევაში, მაგრამ დასაძლევია აი ეს ყველაფერი ჩვენ ხელს გვიშლის, რომ შევიდეთ ეკლესიაში და აქტიურად დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. ზაქე არ გაჩერდა, მანდ ის გააგზელა სირბილი და ავიდა აძვრა ლეღვის ხეზე. ლეღვის ხე აქ არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ედემის ბაღში, როდესაც ადამი და ევა ცოდვას ჩაიდნენ და უკვე ვნების თვალი მათ აღეხილებათ, ვნების თვალი, თორე ზოგადად მხედველობა, რა თქმა უნდა, ბუნებრივი ფიზიკური მათ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ვნების თვალი მათ გაესნა და უკვე სიშიშვლე დაინახეს, ისინი უკვე სხეულებს იფარავენ, ნათქვამია, ლეღვის ფოთლებით. ანუ ლეღვი, სიმბოლურად, ალეგორიულად ისევ და ისევ წმინდა წერილში, ძველ აღთქმაში წარმოგვიდგება როგორც ცოდვის სიმბოლო, დაცემულობის სიმბოლო. და აი ზუსტად ზაქე ძლებს აი ამ ცოდვას, იმიტომ რომ ცოდვაზე ზევით ადის, აძვრება იმ ხეზე და უკვე რომ ძლევს აი იმ ხალხის სიმრავლეს, იმ ბრბოს, იმ ხელშემშლელ პირობებს, როდესაც ძლევს, როდესაც ცოდვასაც დაძლევს, იმში გაგებით, რომ მახელაკაც რომ პატარა ბიჭი ხო არ იქნებოდა, წარმოიდგინეთ, ხო? ის უკვე მეზვერე იყო, ის იყო მეზვერეთა მთავარი, შესაბამისად ის იქნებოდა ეს სულ მცირე 1.40-ისო, შეიძლება 50 წლისაც ყოფილიყო, მეტი თუ არა, ხო? უკვე ესეთი ასაკოვანი ადამიანი იყო, წარმოიდგინეთ და ასეთი ადამიანისთვის ხეზე ზრომიალი პატარა საქმე არ იქნებოდა. ალბათ ის ხალხი, ვინც თქვათ იქ ბრბოში ვინც იყო, ვინც დაინახავდა ზაქეს მახელაკას, რომ ხეზე ზრება, ალბათ იფიქრებდნენ, ვიღაცა გიჟიაო მახელაკაც რა უნდა ხეზე რომ ზრომიალოს, ხო? მაგრამ მიუხედავად არაფრისა, ზაქე არ დაფიქრდა იმაზე, ახლა შეიძლება ვიღაცამ დამცინოს მახელაკასი ხეზე ამძრავს რომ დამინახავენ, ის ადის ხეზე და იმ ხიდან, იმ სიმაღლიდან ხო, უკვე დაინახავს კიდევაც მაცხოვარ იესო ქრისტეს. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, ალეგორიით უკვე სულიერ სიმაღლეზე არის საუბარი. და ამის შედეგად მაცხოვარი მას ხედავს და ეძახის, ჩამოდი და უკვე მიდის ზაქეს სახლში, ოჯახში და შედეგი აი ამ რწმენის, ამ ყველაფრის, მანდ კი არ ჩერდება ისევ და ისევ ზაქე, კი არ უბრუნდება იმ თავის საბაჟოს, არამედ ის ეუბნება მაცხოვარს, რომ აი ჩემი რაც არის სიმდიდრე, ამის ნახევარს გავცემ და დავურიგებ გაჭირვებულ ადამიანებს და თუ ვინმეს უსამართლოდ მოვეკეცი, 4 მაგს დაუბრუნებ იმ ადამიანს. აქ ჩვენ ვხედავთ შედეგს აი ამ ზაქეს მიერ გაწეული ღვაწლის, ხედავთ გამის გამოსწორებას. ის არ უბრუნდება იმ საბაჟოს, შეიძლება დაუბრუნდეს კიდევაც როგორც თავის სამსახურს, მაგრამ ის შორდება უკვე ამ ცოდვილ ცხოვრებას, იმ კორუმპირებულ ცხოვრებას შორდება და უფრო მეტიც უკვე კეთილსაქმეების კეთებას იწყებს, გაჭირვებულების დახმარებას და იმ უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა ანაზღაურების გაცემას იწყებს. ისევ და ისევ აქ პირდაპირ ხედავთ იმას, როგორც არის ნათქვამი წმინდა წერილში, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარი არის და ჩვენ ვხედავთ უკვე ზაქეს შემთხვევაში, რომ ის რეალურად
ნამდვილად უკვე ამ თავის რწმენის ნაყოფს იღებს და კეთილი საქმეების კეთებას იწყებს. შემდეგი კვირა, მოსამზადებელი კვირა, ეს არის ისევ და ისე მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ანუ ეს არის უკვე იგავი, ანუ რეალური ისტორია არ არის, შეიძლება რეალური ისტორიაც ყოფილიყო, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ როგორც იგავი ასე არის მოთხრობილი. მაცხოვარი იესო ქრისტე გვეუბნება ჩვენ, რომ აი ტაძარში ავიდა ორი ადამიანი. ისიც არის საინტერესო, თქვათ, იქ პალესტინაში, ხო, მაინც და მაინც მთები ბევრად არ არის და მთებზე აშენებული რაღაცა სალოცავები არ არის და თვითონ იერუსალიმის ტაძარი, ხო, იყო იერუსალიმში, სადაც არანარი მთა არ არის. მაგრამ მაინც ეს სიტყვა არის ნათქვამი, რომ ორი ადამიანი ავიდაო ეკლესიაში, თვითონ ეკლესიაში სიარული, ხო, გულისხმობს რაღაცა სიმაღლეზე ასვლას, არა იმდენად რაღაცა ფიზიკურ სიმაღლეზე, რეალურად რაღაცა მთაზე ასვლას კი არა, არამედ სულიერ სიმაღლეზე ასვლას გულისხმობს, ანუ რაღაცა ვნებების ისევ და ისევ რაღაცა დაბრკოლებების დაძლევას გულისხმობს და ასე უკვე თვითონ ეკლესიაში მისვლა ასვლასთან არის ასოცირებული და ეს ორი ადამიანი, ერთი იყო მეზვერე და მეორე იყო ფარისეველი და ფარისევლები მეზვერეზე ჩვენ ვთქვით, ვინც იყვნენ ეს მეზვერეები, ანუ ყველაზე ცოდვილი და დაცემული ადამიანები იყვნენ და მეორე ფარისეველი. ფარისევლები კიდე იყვნენ თქვა ებრაელებში, ესე თქვათ, ესეთი რელიგიურ პარტიას ეგრეთ წოდებულ შეიძლება ასე თქვას, წარმოადგენდნენ, რომელიც იყო საზოგადოებაში ძალიან გამორჩეული ადამიანები თავისი ზნეობრივი ცხოვრებით, ჯულის დაცვით, რელიგიური წესჩვეულებების შესრულებით და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ფარისევლობაზე, ჩვენ ვიგებთ თითქოს და ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასე თქვათ, გარეგნულად წესიერ და პატიოსან ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ ჩუმჩუმად რაღაცა ცოდვებს მაინც ჩადიოდნენ. კი, შეიძლება ასეთებიც იყვნენ და ასეთ ფარისევლებსაც, რა თქმა უნდა, მაცხოვარი იესო ქრისტე ამხელდა ხოლმე, რომ მათი სიწმინდე იყო მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული, ხალხის დასანახი იყო და რეალობაში ჩუმჩუმად ადამიანები, ესეთი ფარისევლები მძიმე ცოდვებსაც კი ჩადიოდნენ ხოლმე. მაგრამ ამ ფარისევლის შემთხვევაში, ხო, არანაირ ასეთ ფარულ, ცოდვილ ცხოვრებას ჩვენ ვერ ვხედავთ. ეს ადამიანი რეალურად არის ზედმიწევნით, ასე თქვათ, ზნეობრივი მორალური ცხოვრების მიმდევარი, მსჯულის შემსრულებელი და მაგრამ ისენს ერთგვარ თქვათ რელიგიურ და მორალურ თვითკმაყოფილებას, ანუ ის მიდის ტაძრის წინ, სადღაცა წინ ადგილას მიდის, იმიტომ კი არა თქვათ იქ რაღაცა ლოცვა უფრო კარგად მოისმინოს თუ გალობა მოისმინოს ან რაღაც, არამედ ის თulis რომ მას აი ეს წინა ტაძარში წინა ადგილი, ხო, მას ეკუთვნის, როგორც თქვათ ის რომ როგორც პატიოსან ადამიანს, გამორჩეულ, თქვათ მორწმუნეს და ასე შემდეგ და იქ იწყებს ლოცვას და ლოცვისას ეს ადამიანი, ეს ფარისეველი თავის ქებას იწყებს, თითქოს და ღმერთს მადლობს, მაგრამ ამ მადლობაში უფრო მეტად თავს იქებს, რომ აი მადლობ შენ ღმერთო, მე რომ ვარ აი ასეთი წესიერი პატიოსანი ადამიანი, ზედმიწევნით ვასრულებ ყველა რელიგიურ წესს და კანონს და არ ვარ თუნდაც აი როგორც აი ის მეზვერე, რომელიც ნათქვამია, რომ შემოვიდა იმ ტაძარში, იმდენად გრძნობდა თავის დაცემულობას, ზნეობრივ დაცემულობას, რომ ღირსად არ ჩათვალა თავი, რომ სადღაცა ტაძრის შუა ნაწილამდე მაინც მისულიყო, სადღაცა მანდვე კარებთანვე შესასვლელშივე მან გაჩერდა, სირცხვილის გამო და სინანულის გამო ის თვალებსაც მაღლა ვერ წევდა, არამედ იმ ტაძარში ყოფნის დროს სულ მუშს ირტყავდა მკერდში და სინანულით ამბობდა მილხინემეც შემიწყალე და მილხინემეც ცოდვილსა ამას. ხო, ანუ სინანულით შევიდა ეს ადამიანი იმ ტაძარში და მაცხოვარი აგრძელებს, რომ აი ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რომ ეს ორი ადამიანი, ხო, როდესაც გამოვა იმ ტაძრიდან, აი ის
მეზვერე, აი სცოდვილი ადამიანი ღვთის წინაშე უფრო მეტად გამართლებული გამოვა. Იმიტომ რომ ღვთის წინაშე უფრო სათნო არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება კი ბატონო ცოდვილიც იყოს, მაგრამ რომელიც აცნობიერებს თავის ცოდვილ მდგომარეობას, იმიტომ რომ ესეც არის სხვათა შორის ერთ-ერთი დიდი ღვაწლი, როდესაც ადამიანს აქვს უნარი, რომ დაინახოს თავისი ცოდვები. ხშირად ჩვენ გვესმის ხოლმე, როდესაც ადამიანები მოდიან ან გასაუბრებაზე, თქვათ ეკლესიაში, ან აღსარებაზეც კი, მაგრამ ამბობენ, მე საერთოდ არანაირი ცოდვა არ გამაჩნია, მე საერთოდ უცოდველი ადამიანი, არაფერი არ დამიშვა, წესიერი პატიოსანი, სამაგალითო ადამიანი ვარ. პრაქტიკულად აი ზუსტად დგებიან აი იმ ფარისევლის მდგომარეობაში, რომლებიც თქვათ აი პატიოსანი წესიერი ადამიანი ვარ და არაფერს არ ვაშავებ. შეიძლება კი, რა თქმა უნდა, ადამიანი მძიმე სერიოზულ ცოდვებს არც ჩადიოდეს, იქეთ არ ვრუშობდეს, ხალხს არ კლავდეს და მანიაკი არ იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ მცირე თუ დიდი გარკვეული ცოდვები მაინც ჩვენ გაგვაჩნია ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა. და ადამიანს თუ არ აქვს იმის უნარი, რომ დაინახოს თავისი ცოდვები, ხო, ეს არის ძალიან ცუდი რამ, ხო და შესაბამისად უკვე აი ეს დიდი ღვაწლი იყო მეზვერის მხრიდან, რომ მას ჰქონდა ეს უნარი, ხედავდა თავის ცოდვებს, თავის დაცემულ მდგომარეობას და უკვე და ის ინანიებდა, იმიტომ სინანული კიდე სულ სხვა მდგომარეობაა სხვათა შორის, ამიტომ რომ არის ხშირი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, აცნობიერებს კიდევაც თავის ცოდვებს, რომ აშავებს არასწორად იქცევა, მაგრამ სინანულის გრძნობა არ აქვს. ხდება ჩვენ რომ ადამიანი მოდის რომ ვიციო, მე აი ამას ჩავდივარ, იმას ჩავდივარ, ვიცი რომ თქვათ სახარებაში არის ნათქვამი ბიბლიაში რომ არის ცოდვა, მაგრამ მე ჩემს თავს დამნაშავედ ვერ ვგრძნობ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს რა არის ამაში ცუდი, ამაში არაფერი დანაშაული არ არის და შესაბამისად, მე აი ვერ ვნანობ, არ ვნანობ ჩემს ცოდვებს, ხო, ანუ სინანული კიდე თურმე სულ სხვა მდგომარეობაა, ანუ ერთი არის რომ ადამიანმა დაინახოს თავისი ცოდვები, ამის უნარი გააჩნდეს და შემდეგ კიდე რომ ჰქონდეს კიდევაც სინანული და მესამე კიდე რაც მოეთხოვება თითოეულ ადამიანს, მორწმუნე ადამიანს, ეს არის ის რომ გარდა იმისა რომ შენს ცოდვებს გააცნობიერებ, გარდა იმისა რომ შენ შეინანებ თავის ცოდვებს, თავარია კიდევ არის გამოსწორება, აი ამ ზაქე მეზვერის მაგალითს რომ გავიხსენებთ, ხო? ანუ ის იმან კი არ გააგრძელა თავის ცოდვილი ცხოვრება, არამედ მას ხო არ შეუბნება, რომ ის გამოსწორდა, მას ხო არ შეუბნება, რომ მე რაც თუ კი აქამდე დამიშავებია, ამ ყველაფერს გამოვასწორებო და იმ ხელახლა იმ ყველაფერს აღარ ჩავიდენო. გამოსწორებაზე არის საუბარი და შესაბამისად ეკლესია ღმერთი ჩვენ გვასწავლის იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ცოდვების დანახვა არ არის საკმარისი, მხოლოდ და მხოლოდ სინანულიც კი არ არის საკმარისი, არამედ აუცილებელია ჩვენი გამოსწორება. და ამიტომ არის ნათქვამი, რომ ის ორი ადამიანი, რომელიც გამოვა, თქვათ, იმ ტაძრიდან, ზუსტად აი ის მეზვერე ღვთის წინაშე უფრო გამართლებული იქნება, იმიტომ რომ მას ჰქონდა აი ეს სამი თვისება, შინაგანი, სულიერი თვისება, ცოდვის დანახვის, სინანულის და გამოსწორების. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც შეიძლება კი ბატონო დიდ რაღაცა ცოდვებს არ ჩადის, თითქოს და ეკლესიურად, რომ თქვათ, რაღაცა ყველაფერს, ყველა რიტუალს და წესს ასრულებს, მაგრამ თუ არის თვით კმაყოფილი თავისი რელიგიურობით, თუ ის ფიქრობს, რომ აი მე ყველაზე კარგი და სანიმუში და სამაგალითო ვარ, შესაბამისად აი ასეთი ადამიანი რეალურად ღმერთთან ახლოს არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სამწუხაროდ ბევრი ისეთი მაგალითი, როდესაც ადამიანები თითქოს რომლებიც ძალიან აქტიურები არიან ეკლესიურად, ლოცველები არიან, მარხველები არიან, დადიან კიდევაც ეკლესიაში, ეზიარებიან და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფით
ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, როგორ ისინი ურთიერთობენ ოჯახის წევრებთან, მეუღლეებთან, შვილებთან, ასაკოვან მშობლებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ისინი სამწუხარო ძალიან შორსალი არიან რეალურად, ასე ვთქვათ, ზნეობრივი და მორალური ცხოვრებისაგან არიან ხშირად უხეშები, არიან მრისხანები, არიან აგრესიულები, არიან, ასე ვთქვათ, მოძალადეები და ასე შემდეგ და ამიტომ ერთი არის, არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ ჩვენ ქრისტიანულ რაღაცა გარეგნულ წესებს ვასრულებდეთ, არამედ აუცილებელი არის, რომ ჩვენ თვითონ შინაგანად ვიყოთ გამოსწორებულები და შინაგანად ვცხოვრობდეთ ზნეობრივად, სულიერად, სინანულით, თავმდაბლობით და ასე შემდეგ, რაც უმთავრესი და უმთავრესი არის ის, რომ ადამიანების მიმართ გქონდეს სიყვარული და პატივისცემა. Აი ეს სიყვარული თუ არ გვექნა, ხო, ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას, ჩვენს რაღაცა ლოცვას, მარხვას და ეკლესიაში სიარულს და ღამისთებებს თუნდაც აზრი, რა თქმა უნდა, არ ექნება. და ამაზე მოგვითხრობს ზუსტად ჩვენ აი ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავი, რომ ღვთის წინაშე არის უფრო მეტად გამართლებული ადამიანი, რომაც ცოდვილი იყოს, მაგრამ რომელიც აცნობიერებს ცოდვას, ინანიებს და იბრძვის იმისთვის ყოველ შემთხვევაში, რომ გამოსწორდეს, ანუ გამოსწორების გზაზე იმყოფება მაინც. აი ასეთი ადამიანი არის მართლაც ღვთის წინაშე სათნო, ღმერთისთვის სათნო არის. მაგრამ სხვა ადამიანი, რომელიც თითქოს და გარეგნულად ყველანაირი წესს და რიტუალს ასრულებს, მაგრამ შინაგანად შეცვლილი არ არის, შინაგანად ისევ და ისევ ბოღმით, მტრობით, შურით არის სავსე, აგრესიით სხვა ადამიანების მიმართ, სიყვარული არ გააჩნია და სიყვარულის გაზიარების, სხვა ადამიანებისთვის სიყვარულის გაზიარების უნარი არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ღმერთთან ახლოს და ღვთის წინაშე გამართლებული ვერ იქნება. აი ამაზე მოგვითხრობს ჩვენ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, რომელიც, როგორც წეხანო თქვით, ჩვენ არის, ასე ვთქვათ, აი ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, რომ იკითხება ეს მონაკვეთი სახარებიდან, იმისთვის, რომ ჩვენ იმ დროს, როდესაც ვემზადებით დიდი მარხვისთვის, სწორედ გავაცნობიეროთ, რა მოგვეთხოვება ჩვენთაგანს, ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში, თვითონ იმ მარხვაში, იმ მარხვის შინაარსის სწორი გაგება, რომ გქონდეს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ კვების რეჟიმი, არ არის მხოლოდ დიეტა, მხოლოდ რაღაცა პროდუქტების მიღება თუ რაღაცა პროდუქტებზე უარის თქმა, არამედ ეს არის სულიერი მდგომარეობა, რომელიც რეალურად უნდა დაგვაახლოვოს ჩვენ ღმერთთან და ამიტომ აი ეს მონაკვეთები წმინდა წერილიდან, რომელიც იკითხება აი ამ წინა მოსამზადებელ პერიოდში, ზუსტად აი ამას ემსახურება. კეთილი, ჩვენ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ზაქესა და მეზვერის ამბავზე, რომელიც მოთხრობილია სახარებაში, ვილაპარაკეს ასევე მეზვერე და ფარისევლის კვირიაკეზე, ანუ აი ამ მონაკვეთზე წმინდა წერილიდან, რა შინაარსის არა და რატო არის იკითხება და როგორ უნდა აი ამ ორი ისტორიით, სახარებაში მოთხრობილი ორი ისტორიით, როგორ უნდა მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის. დღეს ჩვენ ამით დავასრულებთ ჩვენს საუბარს და შემდეგი შეხვედრის დროს ჩვენ უკვე გავაგრძელებთ შემდგომ კვირებზე, ანუ დიდი მარხვის წინა მოსამზადებელ შემდგომ კვირებზე, რა სახარებები იკითხება და რა შინაარსი უნდა გავიგოთ ჩვენ იმ მონაკვეთებიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეგახსენებთ, რომ ეს არის სამეფო არხი, გადაცემა კითხვები მოძღვარს. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. დიდი მადლობა.